როგორ ემზადება ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ისტორიული დაპირისპირებისთვის. გზა თეთრ სახვამდე. ქართველი მატადორი ამ დასახელებით YouTube-ზე ვიდეოების სერიას იწყებს, რომელიც გულშემატკივრებს აჩვენებს თოფურიას მზადების პროცესს. მის ურთიერთობას გულშემატკივრებთან და შვილთან. მსუბუქი წონის ქამრების გამაერთიანებელი ბრძოლა 14 ივნისს გაიმართება და ის თეთრი სახლის ისტორიული ქარდის მთავარი მოვლენა იქნება. ბრძოლამდე თოფურიამ ტრადიციულად უკვე იწინასწარმეტყველა მისი გამარჯვება და Instagram-ის პროფილზე დაიწერა, რომ უკვე 18 გამარჯვება აქვს. თეთრი სახლის ქარდამდე ოფიციალური სტატისტიკით ქართველს ჯამში 17 მოგება აქვს მოპოვებული პროფესიონალურ MMA-ში. ლუის ენრიკეს შეუძლია რომ მიყვიროს, სადგან ჩემი წინსვლა სურს. ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კვარა ამბობს, რომ PSG-ს მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა აქვს და მათ შორის დაძაბულობა არ არსებობს. ყოველთვის უნდა რომ რაღაც გასწავლოს, როცა რჩევას გაძლევს, უბრალოდ უნდა გაითვალისწინო და უკეთესი გახდები. ამბობს კვარა მწვრთნელზე საუბრისას. თორნიკე შენგელია სარაგოსასთან მატჩის MVP გახდა. შეხვედრაში ქართველმა ბარსელონას რიგებში 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. კატალონიურმა კლუბმა მეტოქე 92-86 დაამარცხა. NBA-ში გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიკმაც, რომელმაც ნიუ ორლეანსი 112-108 დაამარცხა. ბითაძემ თამაში გატარებულ 16 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება და თითო-თითო ჩაჭრა და შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ლიეტუვის ჩემპიონატში მატჩები მონეტის აგდების ნაცვლად სააღდგომო კვერცხების დაჭახუნებით გაიხსნა. წელს კათოლიკურმა სამყარომ აღდგომის დღესასწაული 5 აპრილს აღნიშნა.